ქრისტი აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. ეხლა ვიყოფები ბარსელონაში, კერძოდ ტიბიტაპოსში. საოცარი სილამაზე არის ჩემო ძვირფასებო. გაჩვენებთ ბარსელონას ხედს. იგი გამოჩნდება. ულამაზესი ქალაქი არის. საოცარი მშვენება. შორს ფონზე ზღვით. მაგრამ ამინდა რომ გითხრათ მეგობრებო. ქუჩაში როდესაც მიწევდა სიარული აი ამ სილამაზესაც გაჩვენებთ აი კათოლიკური ტაძარია და საოცარი არქიტექტურული ძეგლია მოგესწრებათ საოცრად თან ძველია. როცა ქუჩაში მიწევდა სიარული იყო უცხოელებით არის სავსე აქაურობა და კითხე ჩემს მასპინძელს ესპანელების ამბავი ვინ არიან ჩამოსულები და როგორც აღმოჩნდა ქუჩაში ძალაუფლებისთვის ძირითადად აქ ერთმანეთში ჩხუბობს მაროკოლელები, ქართველები, პაკისტანელები, ინდოელები და ასე შემდეგ. უცხოელები. ესპანელებს უკვე შეიძლება ეთქვათ აქ ქუჩაში რამე ჩხუბის თავიც აღარ აქვთ. ახლა ვიღაცა იტყვის რომ სასწავლებელი და ჩხუბზე ლაპარაკობს. მაგრამ ეს სხვა კუთხით გეუბნებით. აი ეს სიმდიდრე რომელიც ახლა მეთქენ გაჩვენით, აი კიდევ ერთხელ გაჩვენით. აი კიდევ ერთხელ გაჩვენით ამ საოცარ სილამაზეს და საოცარ სიმდიდრეს. ნახეთ, ულამაზესი ქალაქია ბარსელონა და როგორ ლამაზადაა ზღვის ფონზე თან. მე მინდა შეკითხვა დაგისვათ. რამდენიმე წელიწადში ვისი იქნება ბარსელონა? ესპანელების, ბარსელონელების, ადგილობრივი მაცხოვრებლების? მე განსაკუთრებით მინდა შევეკითხო აქ მაცხოვრებელ ქართველებს, რომლებიც თან პატრიოტობენ და თან როდესაც ჩვენი მხარე ქართველები პატრიოტიზმზე იტყვიან და უცხოელები მომრავლდნენ საქართველოში და საქართველოს კარგავთ ხო ეგრევე რომ შემოგვესევიან და პატრიოტობენ თან აი ევროპამ ასე გავიკეთოთ, ევროპის გაიკეთოთ. გასაგებიათ რომ ევროპამ გაგიკეთოთ, მაგრამ ახლა ერთი მინდა მოგმართოთ, ხო? ვისი იქნება ეს ბარსელონა რამდენიმე წელიწადში? მთელი ეს აფრიკა, ლათინელები, აზიელები რო შემოსული არიან ახლა აქ და ამ აქაურ სიმდიდრეს რომ მიმჯდარი არიან სვავებივით და აქაურ სიმდიდრეს ნელა-ნელა რო სვამენ სისხლს, როგორც არტერიიდან რო სვავი ვენებიდან არტერიიდან სისხლს სვამს. თქვენ რატო გიხარიათ ეგრეთ წოდებულო პროდასავლელებო, ვინც აქეთ ცხოვრობთ, თან რო პროდასავლელობთ. თქვენ პატარა აქაური პატარა ძარღვი გაქვთ, საითაც აქაურ სისხლს სვამთ, ხო, აქაურს, ხო? და ამიტომ არ გინდათ ეგ დაკარგოთ, არა? ამათ რა, ბიჭო, ამათ რა ექნებათ 10 წლის მერე? ესპანელებს ადგილობრივებს რა ექნებათ, ეს ქვეყანა ექნებათ 10 წლის მერე. და როგორც იტალიაში განმათავისუფლებელი ბრძოლის დროს ჯუზეპე გარდიბალდისა და სხვების აჯანყების დროს ასეთი მისალმება ჰქონდათ, ვისია იტალია, ჩვენია იტალია. ამათ აქვს შანსი რომ დაიძახოთ ვისია ბარსელონა, ჩვენია ბარსელონა. შეიძლება ამ მსგავსი რამ აქვს შანსი დარჩენილი რომ მოერიონ აქ ჩამოსულებს, რომლებიც უკვე აქ მთლიანად ძალაუფლებაში არიან ფაქტიურად. თუმცა მე ჩემი საქართველოს უფრო მადარდებს რომ ეს აზიელები და აფრიკელები უკვე საქართველოსიდაც ბლომად არის და ჩვენ კიდე ხელისუფლება გვყავს რომლებიც აქ ხელშეკრულებებს დებს უცხოელებს ჩვენთან შემოყვანაზე ისე როგორც აქ არის ადგილობრივი ხელისუფლების მსგავსი და გამправებლები უმრავლესობა ფულს უაკეთებთ ამ მიგრანტების უკაცრავად მიგრანტების შემოსვლას ვაპრავებთ საქართველოში თან რომ უმრავლესობა ფულს უაკეთებთ. აი მათ ვინა გითხრათ, სულ ცოტათი მაინც რომ შეიყვაროთ საქართველო. შეიძლება? რომ გეტკინოთ თქვენი ქვეყნის ტკივილი. აი ჩამოსული ვარ აქ, მადლობა ჩემს მასპინძელს აქ მოწვევისთვის, ამ შანსის მოცემისთვის, რომ ეს საოცარი სიმდიდრე მენახა. თუმცა სიმართლე გითხრათ, გული მტკივა, იმიტომ რომ
ადგილობრივები მეცოდებიან, რომ საკუთარ სიმდიდრეს და საკუთარ სილამაზეს მალე დაკარგავენ თუ არ შემოატრიალეს, ან როგორ უნდა შემოატრიალონ არ ვიცი. მალე დაკარგავენ. ისევ როგორც ჩვენ ქართველები, ჩვენ სიმდიდრეს მალე დავკარგავთ დიდი ალბათობით. ერთმანეთს ქნას რომ გავიხვიცოთ. აბა კიდევ ერთხელ გილოცავთ ეს საღდგომას. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. დაგლოცოთ და გაგახაროთ უფალო.